და დღეს ვილაპარაკებთ ინფექციის შემდგომ იმუნიტეტზე. თვითონ ვირუსიც რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს ორგანიზმში. თუ ადამიანის იმუნიტეტი დაქვეითდება, მაშინ ეს ვირუსი შეიძლება მონსტრად გადაიქცეს. ცივილიზაციასთან ერთად ადამიანებს ნაკლებად აქვთ უკვე იმუნიტეტი სხვადასხვა ინფექციების მიმართ. ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებენ საკუთარ იმუნურ სისტემაზე. გამარჯობა. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გიბრუნდებით პოდკასტით ჯანმრთელობის მატრიცა. ჩვენი სპონსორია კლინიკა ნეოლაბი და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვილაპარაკებთ. სამ თემაზე გადავალთ, არ დაგავიწყეთ, გამოიწვიოთ ჩვენი YouTube არხი და დააქტიუროთ ზარისღილა კი, რომ ჩვენი ვიდეოები მოგივიდეთ ღირსიერად. და დღეს იმუნოლოგთან გიორგი კამკამიძესთან ერთად და ინფექციონისტ მაია ბუწაშვილთან ერთად ვილაპარაკებთ ინფექციის შემდგომ იმუნიტეტზე. მაია, ალბათ ჯობია დავიწყოთ ინფექციონისტთან ამ თემაზე ლაპარაკი. მინდა შეგეკითხა, რას ნიშნავს პოსტინფექციური იმუნიტეტი და საერთოდ რატოა ეს საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის, რატო შეიძლება იყოს საინტერესო? მოგესალმებით, მართლაც მნიშვნელოვანი თემაა. საინტერესო არის ნამდვილად თითოეული ადამიანისთვის, რომ იცოდეს, რომელი ინფექციების მიმართ აქვს იმუნიტეტი. კერძოდ რატო? პირველ რიგში იმიტომ, რომ აი მაგალითად სცენარი წარმოვიდგინოთ, ადამიანს აქვს რაიმე სიმპტომი, აი მაგალითად ლიმფური კვანძების გადიდება. მიმართავს ექიმს და პირველი კითხვები არის ექიმის მხრიდან ერთ-ერთი პირველი კითხვა, მაგალითად გადატანილი გაქვთ თუ არა ინფექციური მონონუკლეოზი. ანუ ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია. უმრავლეს შემთხვევაში პაციენტის მხრიდან პასუხი არის, რომ არ აქვს გადატანილი და ექიმი იწყებს კვლევას ამ ინფექციაზე. და აღმოჩნდება ხოლმე ძალიან ხშირად, რომ სწორედაც რომ გადატანილი აქვს და არაფერი არ იცის იმის შესახებ. აი ამ სცენარში, რომ ცოდნოდა ადამიანს, რომ გადატანილი აქვს ინფექციური მონონუკლეოზი, კარგი იქნებოდა თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ეს დიაგნოზი ავტომატურად თავიდანვე იქნებოდა მოხსნილი და ექიმი დაიწყებდა სხვა მიმართულებით კვლევას. ერთ-ერთი მაგალითი. მეორე მაგალითი, ვთქვათ, ქალი ახალგაზრდა, რომელიც ემზადება ორსულობისთვის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რომელი ინფექციების მიმართ აქვს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტი. იმიტომ რომ რომლების მიმართაც არ აქვს იმუნიტეტი, ცხადია, ამ ინფექციების მიმართ რისკის ქვეშ არის ეს ქალი და ჩვენ ვიცით, რომ ორსულს თუ ორსულობის პერიოდში პირველად დაემართა რომელიმე ინფექცია, ნაყოფისთვის როგორც წესი საკმაოდ პრობლემურია ეს. ამიტომ მოემზადება ქალი, როდესაც გაიგებს, რომელ ინფექციებზე არ აქვს იმუნიტეტი, თუ არსებობს აცრა იმათზე აიცრება, თუ არ არსებობს აცრა, მაგალითად სხვადასხვა სიფრთხილის ზომებს მიმართავს. აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, დავუშვათ, წითურა, ჩვენ ვიცით, რომ წითურა ორსულებში ერთ-ერთი უმძიმესი ინფექციაა და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემებს იწვევს ნაყოფის გულის მანქს, სიყრუეს და ასე შემდეგ. მაგრამ ადვილი ამის თავიდან აცილება, აიცრება ქალი და როდესაც გამომუშავდება ანტისხეულები, შემდეგ დადგება ორსულობა. მეორე მაგალითი, ვთქვათ, ტოქსოპლაზმოზი არის ესეთი პარაზიტული ინფექცია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ემართება, ისე რომ არ იციან და ორსულობის დროს დამართებული ტოქსოპლაზმოზი ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა და თუ ორსულობამდე ქალმა დაადგინა, რომ არ აქვს გადატანილი ეს ინფექცია, ანუ არ აქვს იმუნიტეტი, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მაგალითად ვთქვათ, აი შინაური ცხოველის ფეკალიები მან არ უნდა გაასუფთავოს და სხვა ოჯახის წევრმა აიღოს ეს თავის თავზე მაგალითად მაქსიმალურად ეცადოს, რომ თერმულად ძალიან კარგად დამუშავებული იყოს ყოველთვის ხორცი, როცა შეჭამს და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია, ექიმები შესაბამის კონსულტირებას უწევენ და აფრთხილებენ რა უნდა ქნა. ასევე ადამიანები, რომლებსაც იმუნური სისტემა აქვთ სხვადასხვა მიზეზის გამო პრობლემური, ვთქვათ, დაქვეითებული, მათ ნამდვილად აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომელი ანტისხეულები აქვთ, რომელი ინფექცია აქვთ გადატანილი, რომელი არა, იმიტომ რომ ზოგიერთი ინფექცია შეიძლება მათ ორგანიზმში გააქტიურდეს და ან ისევ და ისევ, როგორც ორსულებზე ვილაპარაკეთ, პირველადად დამართებულმა გამოიწვევს მძიმე შედეგები და ასე შემდეგ. ისე პრაქტიკული ღირებულებითაც, აი მაგალითად, ხშირად, როდესაც ახალგაზრდები მიდიან უცხოეთში, სხვადასხვა უნივერსიტეტები თხოვენ დასტურს, რომ არის ვაქცინირებული, ან გადატანილი აქვს და უკვე ადამიანს ეს განსაზღვრული ექნება, ვთქვათ, და დააჩქარებს მოვლენებს. და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ბევრი დეტალი რო აღარ გავიარო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომელი ინფექციების მიმართ აქვს იმუნიტეტი. აი სწორად გამოყავი ალბათ ორსულები ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კონტინგენტია მაგ კუთხით, იმიტომ რომ
როგორც ახსენე, არაერთი ინფექცია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს ნაყოფით. სიყრუვესაც, აი მაგალითად ციტომეგალოვირუსი, რომელიც ახსენე, შეიძლება ასე ვთქვათ, სიყრუვე განუვითარდეს, ან სიბრმავე განუვითარდეს ახალშობილს, ან საერთოდ მოხდეს მკვდრად შობადობა, ნაადრევი შობადობა და ასე შემდეგ და ვთქვათ, თავარი რეკომენდაცია ალბათ მაინც ის არის, ხაზი რო გავუსვათ, რომ რომელი ინფექციის მიმართაც გვაქვს ვაქცინა, ვთქვათ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია და რომელზეც არ არსებობს ვაქცინა, ამ შემთხვევაში მივიღოთ ის რაღაცა ზომები, რომ ანუ სიფრთხილეს ზომები, რომ შევამციროთ ეს რისკი, რომელიც მაინც არსებობს, ხო ასეა. კარგი, თუ ვთქვათ, არსებობს ეს შემთხვევა, არა მხოლოდ ორსულობა იგეგმება, ასე შემდეგ, აი როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ამან თუ იმ ინფექციის მიმართ გამომუშავებული ეს იმუნიტეტი, რა დიაგნოსტიკური საშუალებებია და როგორ ხდება ამის კონკრეტულად რომელი ტესტები კეთდება. ადამიანის ორგანიზმში ინფექციის შემდეგ ან ვაქცინაციის შემდეგ ყალიბდება იმუნიტეტი, რაც პირველ რიგში გულისხმობს ეგრეთ წოდებული ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც იცავს ჩვენს ორგანიზმს ამ ინფექციებისგან. ასევე თქვათ იმ უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ამ ანტისხეულებს, ასევე უწოდებენ ზოგიერთ შემთხვევაში მეხსიერების უჯრედებს და ზოგადად იმუნიტეტს ქვია. ესე შეიძლება დავარქვათ მეხსიერება მომავლის შესახებ, რომ როდესაც მოხდება ინფექცია ადამიანის ორგანიზმში, თუ კი აქვს უკვე კონტაქტი ადრე ინფექციის სახით, ან ვაქცინაციის საფუძველზე აქვს გამომუშავებული ეს მეხსიერება, ძალიან სწრაფად განავითაროს ადამიანის ორგანიზმმა პასუხი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რაოდენობრივად გამოვიკვლიოთ ეს ანტისხეულები, პირველ რიგში აქვს თუ არა და რამდენი აქვს და არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის ორგანიზმი ამა თუ იმ ინფექციისაგან. შესაბამისად, რასაკვირველია არსებობს ასეთი ტესტები და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ კონკრეტულს, მაგალითად წითელად საწინააღმდეგო წითურას, ან მაგალითად არის თუ არა ჰერპესის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავებული. აქ G-კლასის ანტისხეულები. G-კლასის ანტისხეულები, რომლებიც ძალიან დიდხანს რჩება ორგანიზმში ზოგიერთი ინფექციის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვა ინფექციების დროს მილევადია, მაგალითად აი გრიპის მაგვარი დაავადებების, იგივე კორონავირუსის შემთხვევაში, მათი რაოდენობა ნელ-ნელა კლებულობს. და ჩამოდის იმ ზღვარს ქვემოთ, რომლის შემდეგ მიზანშეწონილია ვიფიქროთ ვაქცინაციის შესახებ. თან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ორი ტიპის ინფექცია. ერთ შემთხვევაში თვითონ ვირუსიც რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს ორგანიზმში და არის ისეთი ჯგუფი, რომლებიც ასე ვთქვათ, ნადგურდება იმუნური პასუხის შედეგად, ან პრეპარატების შედეგად და შესაბამისად ისინი არ რჩებიან ადამიანის ორგანიზმში. მაგალითად არსებობენ, როგორც ვიცით, ინფექციები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში შემოჭრის შემდეგ მათი ისე ვთქვათ, გაძევება ორგანიზმიდან პრაქტიკულად არ ხდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩებიან და დიდად არ ქმნიან ისე ვთქვათ, საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, პირველ რაც მაგაზე შეიძლება გაგვახსენდეს, არის ჰერპესის ჯგუფის ვირუსები, ხო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გავრცელებით სარგებლობს მსოფლიოში, ხო? გარდა ჰერპესისა, რომელი ინფექციებია ეგრეთ წოდებული ლატენტური ინფექციები და აი რა დროს არის ესე ვთქვათ საშიში რა მდგომარეობა შეიძლება გამვითარდეს, რომ ამ ვირუსებმა თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ. ისევ ჩვენ დღევანდელ თემას რომ მივაბად ამ კითხვაზე პასუხი, მოკლედ, როდესაც ადამიანს ვუკეთებთ ანტისხეულებზე გამოკვლევას სხვადასხვა ინფექციების მიმართ, როგორც გიამ თქვა წეგან, ნაწილი ანტისხეულების დადებითი რომ იქნება, მათ შორის ის ინფექციებიც აღმოჩნდება, რომლებიც არის ლატენტური. ანუ მარტო იმუნიტეტზე კი არ არის აქ ლაპარაკი, ანტისხეულები იმასაც გვიჩვენებს, რომ ადამიანის ორგანიზმში არის ეს ვირუსი რაღაცა დოზით დარჩენილი. უმრავლეს შემთხვევაში ეს ის დოზაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს დამაზიანებლად, ანუ ადამიანის ორგანიზმზე დამაზიანებლად არ მოქმედებს. უბრალოდ ეს ვირუსები ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და იმ რაოდენობით მრავლდებიან, რომ თავიანთი სიცოცხლე გადაირჩინონ. აი მაგალითად ციტომეგალოვირუსი ჩვენთან ერთად თანაცხოვრობს და იმდენად მინიმალურად მრავლდება, რომ უბრალოდ იარსებოს. თუ ადამიანის იმუნიტეტი რაღაცა მიზეზის გამო დაქვეითდება, მაშინ ეს ვირუსი შეიძლება მონსტრად გადაიქცეს და ძალიან მძიმე დაზიანებები გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების. ხო, ამას რატომ ვამბობ და ჰერპესის ჯგუფში შედის, მათ შორის ციტომეგალოვირუსიც. ეგრეთ წოდებული მარტივი ჰერპესის ვირუსი, რაც ყველა მიცის რა არის, აი უმრავლესობას ტუჩზე გამოდის.
ანუ რომ გავარჩიოთ, თქვათ ადამიანს აღმოაჩნდა ჰერპესის საწინააღმდეგო G კლასის ანტისხეულები. ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში არსებობს ჰერპესის ვირუსი, მაგრამ ასეთი არის მოსახლეობის 90%-ზე მეტი. ამათ შორის ზოგიერთი ადამიანის იმუნიტეტი ამ ვირუსს აკონტროლებს, ანუ არ მრავლდება ეს ვირუსი, ზოგის ორგანიზმი ვერ აკონტროლებს და მაგალითად ტუჩზე გამოხდება, ან სასქესო ორგანოზე გამოხდება ბუშტუკი. ეხლა ისევ იმ თემას რომ რაღაცა პრობლემა არის პარალელურად, ხო, მაგალითად სტრესის დროს იცის ხოლმე ძალიან ხშირად და რაღაცა მძიმე ქრონიკული სტრესის ქვეშ და ასე შემდეგ. ისევ ჩვენ ძირითად თემას რომ დაუბრუნდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ადამიანებმა იცოდნენ ანტისხეულები აქვთ თუ არა. აი დავუშვათ წარმოვიდგინოთ პარტნიორები. ერთს სქესობრივი პარტნიორები. ერთს აქვს ანტისხეულები გენიტალური ან სასქესო ორგანოს ჰერპესის მიმართ, მეორეს არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს ამ ადამიანის ორგანიზმში ეს ვირუსი არსებობს, შეიძლება სიმპტომური ქონდეს და შეიძლება სიმპტომები საერთოდ არც კი ქონდეს და მეორე ადამიანს არ აქვს ანტისხეულები, ჩვენ რაზეც ვამბობთ ეს G კლასის ანტისხეულები. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებმა იციან, რომ ეს მეორე არის რისკის ქვეშ გადადების. ერთ-ერთი მაგალითი, რატომ უნდა იცოდნენ თავიანთი სტატუსი სხვადასხვა ინფექციების მიმართ. ასევე ჩუტყვავილას ვირუსი მაგალითად. ეგრეთ წოდებული ვარიცელა ზოსტერ ვირუსი ქვია, იმიტომ რომ ეს ვირუსი იწვევს როგორც ჩუტყვავილას, ისე შეუძლია გამოიწვიოს ჰერპეს ზოსტერი. ძალიან ბევრ ადამიანს ჩუტყვავილა ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის და ამბობს, რომ არ აქვს გადატანილი. ამ დროს ანტისხეულებს რო უკეთებთ, აღმოჩნდება ანტისხეულები. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩუტყვავილას რომ გადავიტანთ, ეს ვირუსი არასოდეს არ ღვტოვებს, ჩვენთან ერთად რჩება და როცა იმუნიტეტს ძალიან გაუჭირდება, შეიძლება გააქტიურდეს ეგრეთ წოდებული ზოსტერის სახით, რომელიც კლასიკურად ხანდაზმულების დაავადებად ითვლება, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირია უკვე ახალგაზრდებშიც. და რატომ არის ეს დაავადება პრობლემური? იმიტომ რომ იწვევს უმძიმეს ტკივილს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ეს არის ფაქტიურად ჩუტყვავილასებრი გამონაყარი, ოღონდ ადგილობრივად. ესე ჩუტყვავილასებრი სხეულზე არ ვრცელდება რომელიმე ერთ ადგილზე და იწვევს ძალიან მძიმე ტკივილს, იმიტომ რომ აზიანებს ნერვებს. ეს ტკივილი არ ვიცი შედარებულია და უარესად მოიხსენიებენ სამშობიარო ტკივილის კოლიკასთან და თან რაც თავარია ძალიან დიდხანს გრძელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს აქვს თუ არა ანტისხეულები მაგალითად ამ ვირუსის მიმართ. და ასე შემდეგ. ეგეთი რაღაცა შეიძლება უკვე არსებობს ეგეთი სერვისები, რომ მთელი, ასე ვთქვათ, ისტორია ადამიანის იმუნური სისტემის რაღაცნაირად ერთი ტესტის ქვეშ, ან თუ ერთი რაღაც გამოკვლევების ქვეშ ჩატარდეს და გაიგოს ადამიანმა მთელი სურათი იცოდეს, მაგალითად, აი რა როგორი გამოიყურება მისი იმუნიტეტი, რომელი ინფექციების მიმართ აქვს ეს ვაქცინის შემდგომი იმუნიტეტი, რომლის შემდეგ ნატურალური იმუნიტეტი და ასე შემდეგ. ეგეთი ჯადოსნური ერთი ტესტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ კეთდება სხვადასხვა ცალკე ანალიზი, რომ გავიგოთ, მაგალითად, აქვს თუ არა ჰერპესის მიმართ, ჩუტყვავილას მიმართ, ციტომეგალოვირუსის და ასე შემდეგ. მაგრამ სხვადასხვა ლაბორატორიები, აი ხა მაგალითად ნეოლაბში ციახლე გვაქვს და სთავაზობენ ადამიანებს რაღაც ნაკრებს შედარებით ხშირი აი ამ ინფექციების საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის სხვადასხვა ლაბორატორიებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება. მისი, ვთქვათ, ყველაზე ხშირი სახელია პოსტინფექციური იმუნიტეტის პანელი. ანუ ყველაზე ხშირად რაც შეიძლება გქონდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რაზეც გვაქვს ანტისხეულები, იგივეში შედის ვთქვათ ის ტოქსოპლაზმაც, რომელიც მე ვახსენე, ეპშტეინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც და რაღაც გარკვეული ესეთი პაკეტი შედგენილი, რომ ძირითად ინფექციებზე იმუნური პასუხი შეიტყოს ადამიანმა, თორემ კიდევ ამბობ ახლა რაღაც ესეთი ერთი ტესტი, რომელიც ყველაფერს დაფარავს, ესეთი სამწუხაროდ არ არსებობს. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები სხვადასხვა ექიმს მიმართავენ და რაღაცა დიფერენცირებისთვის ექიმები ხშირად ნიშნავენ ხოლმე ძალიან ბევრ ანალიზს, ესე ვთქვათ, რომ რაღაცები გამორიცხონ და თუ ესეთი რაღაცა ინფორმაცია ექნება ადამიანს თავისი იმუნური სისტემის შესახებ და წარადგენს ამ შესაბამის კლინიკაში, შესაძლებელია რომ ძალიან ბევრ ტესტზე ვთქვათ ინფექციაზე თავიდან ტესტირება აირიდოს, ესე ვთქვათ და ეს მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური ვთქვათ. გია, იცით რა მინდა კითხო, ეგეთი რამე მიჯნა არსებობს იმუნოლოგიაში, რომ ნატურალური ინფექციის მერე გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო, ესე ვთქვათ, სტაბილური და მყარია, ვიდრე რაღაცა ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული
იმუნიტეტი რაიმე ეგეთი მიჯნა არსებობს მკაცრი? უმრავლეს შემთხვევაში ბუნებრივად გადატანილი ინფექცია ტოვებს გაცილებით უფრო ძლიერ, თქვათ, იმუნიტეტს, ვიდრე აცრის შემთხვევაში, თუმცა არის ისეთი აცრებიც, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვაძლევს დაცვას, მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ შემთხვევები წითელა, წითურა, ყბაყურას. ვაქცინის შემდგომი იმუნიტეტი, რომელიც ესე შემთხვევაში მყარია და მთელი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად შეიძლება დარჩეს ესე ვთქვათ ადამიანის დამცველობითი ფუნქცია ჰქონდეს, თუ შეიძლება განლევა რომ მოხდეს მაგ იმუნიტეტის და როგორ უნდა მოიქცე რევაქცინაცია ამ დროს საჭირო თუ როგორ უნდა მოიქცე? ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ყველასათვის ასე ვთქვათ ნაცნობია, ეს არის გრიპის ვირუსი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საკმაოდ სწრაფად ხდება მილევა იმ ანტისხეულების, რომლებიც გაუმუშავდა ან ვაქცინაციის, ან ვთქვათ ჩარშანდელ პერიოდში გადატანილი ინფექციის შემდეგ და ამიტომ თქვათ წელს ისევ საჭირო ხდება დაცვაზე ფიქრი. რასაკვირველია არის ესეთი მოსაზრებაც ძირითადად ანტივაქსერებისგან, რომ ჯობია რომ გადავიტანოთ ბუნებრივად ესა თუ ის ვირუსი, ვინაიდან უფრო მყარი იმუნიტეტი ყალიბდება ბუნებრივად. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, ვინაიდან თვითონ ინფექციის გადატანა არ არის დაკავშირებული ყოველთვის კეთილსაიმედო გამოსავალთან და რატო უნდა ასე ვთქვათ დაემართოს ადამიანს ესა თუ ის ინფექცია, როდესაც შეიძლება მისი პრევენცია. შესაბამისად, იგივე გრიპთან მიმართებაშიც ბევრ ქვეყანაში ეს ძალიან კარგად ხორციელდება, სამწუხაროდ საქართველოში ესეთი კარგი მოცვა როგორც გვინდა არ არის. ბოლო პერიოდში შედარებით უფრო მიექცა ყურადღება და ესეც დაკავშირებულია კორონავირუსთან. და უნდა ითქვას, რომ ეს ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად, რომ გქონდეს რეალური დაცვა გრიპის საწინააღმდეგო დაცვა, ასე ვთქვათ, რომელიც არ არის რასაკვირველი აბსოლუტური, შეიძლება ადამიანს მაინც დაემართოს ეს ვირუსი, თუმცა ვაქცინაციის შედეგად მიიღწევა სიკვდილიანობის მძიმე შემთხვევების მკვეთრი შემცირება, რაც ასევე ვნახეთ იგივე კორონავირუსის პანდემიის შემთხვევაში. ხო, ეგეც უნდა განიმარტოს, რომ ვაქცინების თავარი მიზანი ყოველთვის არ არის, რომ ინფექცია რაც არ დაგვემართოს, ინფექცია COVID-ის შემთხვევაში ეგრე ხო, რომ შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ ის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეამციროს და სიკვდილების რისკი შეამციროს. ხშირად ესეც არგუმენტია ხოლმე, ანუ რა გარანტიას გვაძლევთ თუ ადამიანს დაემართა ესა თუ ის ინფექცია, რომ ის მსუბუქად წარიმართება. ამას საფუძვლად უდევს ძალიან მარტივი იმუნოლოგიური მექანიზმი, ის რომ ვაქცინაციის ან გადატანილი ინფექციის შედეგად ადამიანის ორგანიზმი არის მზად ხელახალი მოხვედრისთვის ამ ინფექციური გამომწვევის და ძალიან სწრაფად რეაგირებს მისი განადგურების კუთხით. ანუ თვითონ ეს გამომწვევი ვერ აღწევს ისეთ კონცენტრაციას, ისეთ რაოდენობას ორგანიზმში, რომ დააზიანოს ორგანიზმი და ზუსტად ამას ეფუძნება ის, რომ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ინფექციური პროცესი მათში, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია ან ვაქცინირებულია. აი მაგალითად გიამახსენა ხა, რომ ძალიან ხშირად ამბობენ ეგეთ რაღაცას პაციენტები, რომ მიჩვენია თქო მithon გადავიტანო ორგანიზმმა თავისით გადაიტანოს და უფრო მყარი იმუნიტეტი გამომუშავდეს. აი შენ როგორც ინფექციონის პრაქტიკაში როგორი შემთხვევები ქონია მაგასთან დაკავშირებით, აი თუ ქონია ამის რა ტოტალურად საწინააღმდეგო შემთხვევები, მაგალითად ადამიანები ცდილობენ რომ არ იყენებენ ამ საშუალებას და არ ეხმარებიან თქვათ იმუნიტეტს, რომ მარტივად გადაიტანოს ინფექცია, საერთოდ არ დაემართოს ეს ინფექცია და რაღაც ექსპერიმენტს ატარებენ ირიბა თავიანთ თავზე. ჩუტყვავილა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ჩუტყვავილაზეა, რომ გადაედოს არაუშავს ადვილად მოიხდეს. წეღანავს თქვი, ჩუტყვავილას ვირუსი რატომ უნდა გქონდეს ორგანიზმში? ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ, როგორც თქვი, მთელი ცხოვრება ეს ვირუსი ჩვენთან ერთად რჩება და ნაწილს ადამიანების გაუაქტიურდება უმძიმესი დაავადების ზოსტერის სახით. მაშინ, როდესაც თუ არ გადავიტანთ მას, ეს ვირუსი არ იქნება ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად ზოსტერის რისკიც არ გვექნება. სამწუხაროდ ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის ეროვნულ კალენდარში და იმედია ეს ოდესმე გამოსწორდება. მოკლედ, კარგი არ არის ადამიანმა რომ გადაიტანოს ჩუტყვავილა და გარდა ამისა, რა არგუმენტი ვთქვი, მეორე არგუმენტი ის არის, რომ არაერთი გართულებული ჩუტყვავილა, ეგრე არ არის, რომ მარტივად გადაიტანოს და მორჩა. ძალიან ბევრ გართულებებს ვხედავთ. მეორე ინფექცია, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, რომელიც
არ უნდა გადაიტანოს, არ არის კარგი რომ გადაიტანოს ადამიანმა, არის ყვაყურა, რომელიც მაგალითად ბიჭებში იწვევს საფესურჯირკვლის ანთებას შესაძლო შემდგომი რაღაც დიდი ხნის სამომავლო გართულებებით. ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი და კარგი რომ ადამიანმა გადაიტანოს ყვაყურა. ამიტომ მოკლედ ცალსახად არის ესე რომ ჯობია რაზეც აცრა არსებობს თავიდან ავირიდოთ და არ არის ეს აბსოლუტურად სწორი რომ ჯობია ადამიანმა გადაიტანოს. აი ხშირად არის ესეთი სცენარი რომ გაიგებენ რომ ვიღაცას რომელიღაცა ინფექცია აქვს, მაგალითად წითელა, ჩუტყვალა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან შეშინებულია რომ საჭიროა თუ არა იზოლაცია, ამ ადამიანთან კონტაქტი შეგვიძლია თუ არა და ასე შემდეგ. მე თუ ვიცი მაგალითად რომ მაქვს ანტისხეულები წითელას, ჩუტყვალას თუ სხვა ინფექციების წინააღმდეგ, აღარ მაქვს იმის შიში რომ გადამედება ინფიცირებულისგან, იმიტომ რომ აღარ გადამედება, ხო, მყარი იმუნიტეტია და მისგან იზოლირებას არ საჭიროებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგალითად ოჯახში იქნება თუ დაწესებულებაში ძალიან დიდი შიშის ფაქტორია ხოლმე ვიღაცას რო აღმოჩნდება ინფექცია, მერე იწყება პანიკები და ვისაც ეცოდინება რომ აქვს იმუნიტეტი, იმას აღარ ექნება ესეთი პანიკა და იქნება მშვიდად რომ ეს ინფექცია მას აღარ დაემართება. იქნება კიდევ მეორე ეს გადატანილი თუ პოსტვაქცინალური, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ ანტისხეულები გვაქვს საკმაო რაოდენობით და ეს ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს, ეს ინფექცია ბევრი მათგანი ყოველ შემთხვევაში მეორეჯერ აღარ გვემართება. ხო. ნუ ეგ უნდა გავიგოთ ტესტირებით, ესე ვთქვათ. უნდა გავიგოთ ტესტირება და შედეგით ლაპარაკობით, ანუ ეს პაკეტები, პანელები, რაც არის შემოთავაზებული ლაბორატორიების მხრიდან, გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ბევრი საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი ინფექციებს, რა თქმა უნდა, ხა ყველაფერს ვერ მოვიცავთ, მაგრამ ძირითადი და ყველაზე ხშირი ინფექციების საწინააღმდეგო იმუნიტეტი გვაქვს თუ არა გვაქვს, ამას ჩვენ შევიტყობთ. ეს ხშირად გვეხმარება ასევე არასაჭირო ვაქცინაციისგან თავის არიდებაშიც, ანუ მაგალითად შეიძლება არ ჭირდებოდეს ამ ადამიანს, მართალია არ დაშავდება არაფერი თუ კი აიწრება და გადატანილი აქვს ინფექცია, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალია ხოლმე კონცენტრაცია ანტისხეულების, თუ კი ინფექციაცაა გადატანილი და ვაქცინირებულიცაა ადამიანი. მაგრამ მაინც ესეთი მიდგომით ჯერ ანტისხეულების ტესტი და მერე ვაქცინაციით შეგვიძლია ავირიდოთ არასაჭირო ვაქცინაცია. მაგალითად მოვყვან კიდე ბოდიშლაში. იგივე დაუბრუნდები ძალიან ბევრი ბავშვი მიდის უნივერსიტეტებში და სკოლებში, უცხოეთში და მათ თხოვენ უნივერსიტეტები პირდაპირ ესეთი ფორმა, სადაც ითხოვენ როგორია აი ეს ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ იმუნური სტატუსი სხვადასხვა ინფექციების მიმართ და არის ხოლმე ძალიან ისეთი პანიკები რომ ვერ ასწრებენ აცრის მსრული კურსების ჩატარებას წასვლამდე და ასე შემდეგ და უკეთებთ და ბევრ ინფექციაზე უკვე აქვთ ანტისხეულები და აღარ ჭირდებათ აცრა და აქვე მინდა ვთქვა რომ რაც უფრო ძველი თაობები წარმოადგენლები არიან ადამიანები, მით უფრო მეტ ინფექციაზე აქვთ ანტისხეულები. თანდათანობით ნელ-ნელა რაც თქვა ზოგადად მოსახლეობის ჰიგიენური სტატუსი უმჯობესდება, ნაკლები ანტისხეულები აქვთ ახალგაზრდებს. აი მაგალითად ახლა ჩემ თაობაში ტოქსოპლაზმის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები პრაქტიკულად თითქმის ყველას აქვს. იმიტომ რომ მაშინ თქვათ უფრო მჭიდრო იყო საოჯახო კონტაქტები, უფრო პატარა ფართობებში ცხოვრობდა ხალხი, სკოლების, საბავშვო ბაღების ჰიგიენური მდგომარეობაც უფრო მოუწესრიგებელი იყო და ნელ-ნელა თქვათ ცივილიზაციასთან ერთად ადამიანებს ნაკლებად აქვთ უკვე იმუნიტეტი სხვადასხვა ინფექციების მიმართ. აი, ჩემ მაგალითი მაგალითად აჰეპატიტი შეიძლება მოვიყვანოთ. აჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულები აჰეპატიტს როცა ეკითხები ადამიანს, აჰეპატიტი გადატანილი აქვს, უმრავლესობა პასუხობს არა. იმიტომ რომ არ აქვს ცხოვრებაში დაფიქსირებული ის მომენტი, როდესაც დაუფიქსირდა ეს ანტისხეულების, უпростоროდ სიმპტომების არსებობა, მაგრამ უკეთებ ანალიზს და გადატანილი აქვს ძალიან ბევრს და განსაკუთრებით აი უფრო დიდებს, რაც უფრო მოზრდილი ადამიანი ასაკობრივად, მით უფრო მაღალი ალბათობა რომ აჰეპატიტი გადატანილი კონდეს. აი პირად მაგალითს მოვიყვან, მაგალითად მე პირველი მშობიარობა მქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ სწავლის დროს და გამიკეთეს როგორც ორსულს ამ ანტისხეულებზე მთელი პანელი და ეგთანი შემოვიდა ძალიან გაკვირვებული იყო, აინტერესებდა ჩემი ნახვა, რომ რანაირი ადამიანი ვიყავი, რომ ამდენი ანტისხეული დადებითი მქონდა. ნუ რანაირი და ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირიდან ჩასული, სადაც
ჩვენს თაობას კიდევ ვიმეორებ, რომ გავუკეთოთ ანტისხეულები და ცოტა ჩემზე უმცროს თაობასაც უმრავლესი ეს ანტისხეულები დადებითი გვაქვს, ანუ გადატანილი გვაქვს ოდესღაც და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, რომ გადატანილი გვაქვს, ან პრინციპში შეიძლება ვაქცინის შემდგომი ანტისხეულებიც იყოს მათ შორის. ვიგავ ძალიან საინტერესოა ინტერპრეტაცია მაგ ასე ვთქვათ ანტისხეულების ტესტირების ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აი მაგალითად მასოს C-ჰეპატიტისის პროგრამა როცა დაიწყო, მიიღო რომ C-ჰეპატიტზე არ გვაქვს ვაქცინა, გვაქვს ესე ვთქვათ ჯერ ერთი რომ იდეა, ასე ვთქვათ, შანსი რომ თვითგაკუნებით დამთავრდეს 1/5-ში შიმთა ზოგულების მიხედვით 1/4-ში ასე ვთქვათ თვითგაკუნებით თავდება და შემდეგ გვაქვს უნიკალური წამალი, ხო, რომელსაც 98%-იანი გაკუნების შანსი აქვს, ესე ვთქვათ და თუმცა ანტისხეულები ბუნებრივია მაინც ვითარდება, განიკუნებით თვით თუ მედიკამენტით, მაინც რჩება და თელი ცხოვრება ჩვენთან ერთად არის ეს ანტისხეულები და ძალიან ბევრჯერ მახსოვს, რომ აგრესიულადაც კი მოსულან კლინიკაში პაციენტები, რომ აი ვიმკურნალე და 3 თვე ვიღებდი ამ მედიკამენტს და მაინც მაქვს ასე ვთქვათ C-ჰეპატიტი. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმმა სწორად მოახდინოს პაციენტის ინფორმირება, რას ნიშნავს ეს ანტისხეულები, ის რომ ანტისხეული ნიშნავს რაღაცა დამცველობითი ფუნქცია და გამიჯნოს ეს ვირუსისგან და შემდეგ აი ძალიან საინტერესოა როგორ ხდება მის ინტერპრეტირება ამ ტესტების. ეს თემაა სხვათა შორის და დისციპლინას საჭიროებს შემდეგი მიზეზის გამო. C-ჰეპატიტსაც რა თქმა უნდა დაუბრუნდები, მაგრამ ზოგადად თავიდანვე მინდა თქვა, რომ ჯობია რომ როდესაც ადამიანი აი ამ პანელს იკეთებს, ანუ ამ ტესტებს, მე ექიმა გააკეთოს ამის ინტერპრეტაცია. აი ჩვენც ახლა მაგალითად რომ თავაზობთ პაციენტებს, იმიტომ რომ თქვა უკან არ დაიხიონ ექიმის კონსულტაციაზე, საერთოდ ექიმის კონსულტაციას უფასოდ თავაზობთ, იმიტომ რომ თუ განემართოს ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა რომ დახედოს ამ თავის ტესტის პასუხს და ამდენი დადებითი რაღაცები ნახოს, ჯერ ერთი ძალიან შეშფოთდეს და ამ დროს პირიქით აღმოჩნდეს რომ უბრალოდ მას დაცვა აქვს და მეორე ის რომ შეიძლება თვითმკურნალობას მიმართოს. და ვიღაცებმა ურჩიონ რომ აუ შენ მოგაჩნდა რაღაც არ ვიცი ციტომეგალოვირუსი ჰერპესი და უნდა იმკურნალო. ამ დროს სულაც არ ნიშნავს ეს რომ უნდა იმკურნალოს და სხვადასხვა ანტისხეულებს უბრალოდ სხვადასხვა დატვირთვა აქვს მისთვის. უნდა განიმარტოს რომ ანტისხეულები არის მეხსიერება, ორგანიზმის მეხსიერება ინფექციების მიმართ. თუმცა ასევე უნდა განიმარტოს რომლებიც არის წეგან რაც ვახსენე ლატენტური, ანუ რომლებიც ჩვენთან ერთად რჩება რომ მათი ხელახლა გააქტიურების შანსიც არსებობს, თქვათ, ასეთია ჰერპესი. ამიტომ ცალ-ცალკე თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული ინტერპრეტაცია ჭირდება და ამიტომ ჯობია ხოლმე რომ როდესაც ადამიანები ამ პოსტინფექციურ პანელს იკეთებენ, იქვე ნახონ ექიმის, რომ სწორად გაიაზრონ და კიდევ ვიმეორებ თვითმკურნალობა არ მოხდეს და C-ჰეპატიტს რაც შეეხება, მაინც კიდევ დავაკონკრეტებ, სწორია ეგ თემა, განკურნებულ ადამიანებს მთელი ცხოვრება ანტისხეულები რჩება C-ჰეპატიტის. ამიტომ მათ აღარ ჭირდებათ ამ კვლევის ჩატარება, უბრალოდ სამწუხაროდ, როდესაც კლინიკაში ხვდება განკურნებული ადამიანი, მას სხვა რამეზე რო უკეთებენ ანალიზს, ხშირად ისე მიაყოლება ხოლმე C-ჰეპატიტის ანტისხეულებს, რომ არც არ ყვევენ, რომ ეს ადამიანი ნამკურნალევია. და პირდაპირ ეუბნებიან, რომ თქვენ C-ჰეპატიტი გაქვთ და ამაზე ძალიან ნერვიულობს პაციენტი, რომ ჩვენ ვთხარით, რომ განკურნებული ხარ და აი თურმე ისევ C-ჰეპატიტი აქვს. ამიტომ უნდა იცოდნენ მათ, რომ განკურნების შემდეგაც ანტისხეულები ყოველთვის ექნებათ დადებით. კარგი, მოგეთ ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე საუბრისთვის, იმუნიტეტზე და ინფოს და ვაქცინის შემდეგ გამოშვებულ იმუნიტეტზე საუბარი ბუნებრივია ერთ პოდკასტში შეუძლებელია და ძალიან დიდი თემაა, თუმცა მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მესიჯები გავაჟღერეთ და მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია და საქართველოში ძალიან ვთქვათ ბევრი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი და მათ შორის ნაწილი უფასოდ ტარდება სრულიად. მოვუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომ მიმართონ ამ სერვისებს და ჩაიტარონ და ნუ ესე ვთქვა ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებენ საკუთარ იმუნურ სისტემაზე, არავით ეგ ვილაპარაკეთ დღეს, რომ არანაირი ესე ვთქვა მტკიცებულება მაგის არ არსებობს, რომ ჯობია ორგანიზმმა გაუძლოს ამ ინფექციას, ესე ვთქვა და არანაირი გარანტია არ არსებობს, ჯერ ეგეთი რომ მარტივად წარიმართება ის დაავადება ადამიანის ორგანიზმში და არც იმის გარანტია არ არსებობს, რომ თქო ვაქცინის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო ნაკლებად ეფექტური შეიძლება იყოს შემდგომში, ვიდრე ნატურალური ინფექციის დროს გამომუშავებული იმუნიტეტი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ჩვენ მომდევნო ორშაბათს დაგიბრუნდებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემით. დროებით.